იქ მითხრა ერთ-ერთმა ოფიცერმა, რომ პრეზიდენტი გაიქცა. Let's move away. ციტა როგორი დამოკიდებულება წარ უნდა გქონდეს ადამიანს თავის პრეზიდენტის მიმართ თავისი უმაღლესი მთავარსარდლის მიმართ პიროვნული. გარს ერთი მომენტი რომ უმაღლესი მთავარსარდალი პრეზიდენტი გაიქცა. აი ეს მთელი მოვალეობები რომლებიც მან უნდა შეასრულოს, ვინ შეასრულებს. რასაკვირველია საქართველოსთან არ გაქცეულა, თუმცა ჩვენ არ ვიცოდით, მაგრამ ახლა ჩვენ იქ არც ტელევიზორი გქონდა ჩვენ გარგებო და არც მოგეხსენებათ დიდად ინტერნეტითაც ვერ ვისარგებლებთ. საწავიდა რა გააკეთა ერთადერთი რაც მოხდა დავინახეთ და პირადად მე არ დამენახავს, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა დაინახეს რომ ჩვენი პრეზიდენტი რომელიც ჩამოვიდა ბორში, რატო ჩამოვიდა, რისთვის ჩამოვიდა, კაცმა არ იცის. აქაც არის ესეთი მომენტი, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ჩამოსულიყო საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე. არც ის, არც მინისტრი, არც გაერთიანებული შტაბის უფროსი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. ისინი უნდა ყოფილიყვნენ თბილისში, თავიანთ კაბინეტებში და ემართათ მასშტაბურად და გლობალურად ის, რაც მათ ევალებოდათ თავიანთი ფუნქციური მოვალეობებით. მაგრამ ისინი იყვნენ იქ, აქ მოხდა ის, რომ პრეზიდენტი გაიქცა, ჯარმა ეს დაინახა, მაშინვე გავრცელდა ელვისებურად, რაღაცა ვირუსული გავრცელება მოხდა. პრეზიდენტი გაიქცა და რამაც გამოიწვია სერიოზული დემორალიზაცია ჯარში.